ახლა ხელში მიჭირავს ნიკამ ელიასა და ზურა ჯაფარიძისთვის წარდგენილი ბრალის დადგენილებები, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ დანარჩენი 6 პოლიტიკოსისთვის გადაცემული ბრალის დადგენილებისაგან ეს დადგენილებები არაფრით არ განსხვავდება, რადგან დაკოპირებული არის ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ ზურა ჯაფარიძესა და ნიკამ ელიას განსხვავებულ რამეს ედავება საგამოძიებო უწყება. როგორც მთავარი საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, სწორედ ოპოზიციურმა ლიდერებმა დააორგანიზეს საპროტესტო აქციები, ზალადობრივი მათი შეფასებით საპროტესტო აქციები და რაცით პოლიტიკოსები, ოპოზიციონერი ლიდერები აწვდიდნენ ეგრეთ წოდებულ მოძალადეებს ინფორმაციას რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ. ახლა საინტერესო არის რამდენიმე გარემოება ბრალის დადგენილებაში გამომძიებლებმა ჩაწერეს, რომ ფარული აუდიო ვიდეო მასალები დევს საქმის მასალებში, კონკრეტულად როდის არის მოპოვებული ეს ჩანაწერები ჩვენთვის ბუნებრივია უცნობია, რა თქმა უნდა აქ არის მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით ინფორმაცია, თუმცა ისიც არ ვიცით ვის აქვს მიცემული ჩვენება პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რამდენი მოწმე არის გამოსაკითხი, ვინ უნდა მივიდეს სასამართლოში მაგალითად და პოლიტიკოსების წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. გარდა ამის არის სატელეფონო ანზებიდან ამოღებული ჩანაწერები. ძალიან მნიშვნელოვანი არის, კომერციული ბანკიდან არის მაგალითად ინფორმაცია აღებული. როგორც ჩანს, არა მხოლოდ პოლიტიკოსების ანგარიშები აინტერესებს ქართულ ოცნებას და ქართულ ოცნებას დამორჩილებულ საგამოძიებო უწყებას, არ არის გამორიცხული, რომ დასანქცირებულთა ანგარიშებიც აინტერესებდათ, აი მაგალითად ვინ რამდენის გამოტანა მოახერხა, ან არ მოახერხა. სავარაუდოდ ამ დოკუმენტებს გამოიყენებენ კვლავ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომ იმუშავა მათმა მოქმედებებმა და სანქციებმა. გარდა ამისა, ინფორმაცია არის აქ ჩვენ როგორც ვკითხულობთ, გამოთხოვილი აქვს ქართული ოცნების საგამოძიებო უწყებას, თავდაცვისა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. აი აქ წერია თუ გინდა შენც ნახე, ალიკო, მე-10 პუნქტი არის ეს სწორედ. სავარაუდოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან აინტერესებდათ დასანქცირებულებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია, რომელ ქვეყანას რომელი მაღალჩინოსანი ყავდა დასანქცირებული. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ევროპისა და ამერიკისაგან დასანქცირებული არის 300-ზე მეტი, ხო, 300-ზე მეტი ადამიანი. აი თავდაცვასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რა ინფორმაცია გამოითხოვეს მაგალითად თავდაცვის სამინისტროსგან. ჯერჯერობით, აი ეს არის ის ინფორმაცია, რაზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვისაუბროთ, რაც წერია ამ დოკუმენტებში, ადვოკატებს საქმის მასალები არ გადაცემიათ, სავარაუდოდ ხვალ აიღებენ საქმის მასალებს, უფრო მეტი დეტალი გახდება ბუნებრივია ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩანაწერებიც მათ შორის იქნება. წესით უნდა იყოს, იმიტომ რომ ადვოკატ უფრო მეც გავიგებთ ამ კონკრეტულად რა ჩანაწერებია მათ ხელში და ანუ რას უსმენდნენ და ვის უსმენდნენ. კი, საინტერესოა ეს სატელეფონო საუბრებიც არის თუ არა, კრებსები არის მითითებული, რომ კრებსებზეც არის ინფორმაცია და ისიც საინტერესოა რა ვადის განმავლობაში ხორციელდებოდა უკანონო თუ კანონიერი, სავარაუდოდ არ არის გამორიცხული, სასამართლოს განჩინებითაც იყო მიყურადება პოლიტიკოსების წინააღმდეგ, აქ სატელევიზიო ეთერებიდან ამოღებული ინფორმაციებიც არის, საჯარო განცხადებები. დიდი ხნის ჩანაწერებია, იმიტომ რომ ეს ხალხი 4 თვეზე მეტია უკვე ციხეში იმყოფება და შემოსწეს გაცილებით ადრე არის გაკეთებული ეს ჩანაწერები. უბრალოდ კითხვა არის, რატომ ახლა დაუშვათ და არა მაშინ როცა აკეთეს ეს ფაქტია, ესე გამოვიდა და გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს კარგად საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარეს ჩხრეკა სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების ოფისში და ამოღებული არის მაგალითად ფოიევერკები, ყველა კარგად იცის, ასევე სხვადასხვა ნიღბები, დამცავი საშუალებები და ესენიც საქმეში აქვს ჩადებული საგამოძიებო უწყებას წარადგენენ სასამართლოში და იქ მოხდება ამეთი გამოკვლევა. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვუსმინოთ ადვოკატებს, რომლებიც ჯერ არ იცნობენ ოფიციალურად საქმის მასალებს, თუმცა გარკვეული შეფასებები მათი მხრიდან უკვე კეთდება. მითითებული არის, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც არის ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ვიდეო ჩანაწერები, სატელევიზიო. რის საფუძველზე დაიწყეს გამოძიება, ამაზე ხომ არის? კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მითითებული არის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, თუმცა რომელი მოწმეთა ჩვენებები ამას ნუსხას გადმოგცემს ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში. ბრალში წერია, რომ ბრალი ედებათ საბოტაჟში და უცხო ქვეყნის სასარგებლოდ რაღაც ინფორმაციის გადაცემაში. ეს მოკლედ რო გითხრათ. ვის აქვს და აქვს არა ვინმეს მტკიცებულებები მიცემული? მტკიცებულებები ჯერჯერობით საგამოძიებო ორგანოს არ გადმოუცია ხვალისთვის სავარაუდოდ ჩვენება თუ აქვს ვინმეს მაგალითად ვაშეციანდა როგორ არის იცით ჩვენებების ჩამონათვალე არ არის როგორც ასეთი მაგრამ ჩვენებები მტკიცებულებების სიაში მითითებულია კონკრეტული ჯერჯერობით კონკრეტული ჩვენებების არ ვიცით სიმართლე გითხრათ არ ვიცით მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის ვიდეო ჩანაწერები არის სოციალური ქსელიდან ამოღებული ინფორმაციებიც კონკრეტული ახალი ჩანაწერებია რა მე რამე წარმოდგენა არ მაქვს არც მე და არც ნიკას ბუნებრივია
კოლექტიური ბრალის დადგენილება არის, სადაც ჩამოთვლილია თუ რა ხდებოდა 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ რუსთაველის გამზირზე და მერე ბრალის კვალიფიკაცია არის გაკეთებული, მაგრამ კონკრეტულად ვინ რა გააკეთა და რითი დასტურდება ეს მითითებული არ არის. ჩამონათვალი მტკიცებულებების ეს არის ძირითადად საუბარი კონკრეტული მითითებების გარეშე მოწმეების გამოკითხვის ოქმებზე, სატელევიზიო ინტერვიუებზე, საჯაროდ განცხადებები და ასევე გარკვეული ასე ვთქვათ ჩანაწერები, რომლებიც ჯერჯერობით ჩვენთვის არის. რა თქმა უნდა, ის გამო დაიწყეს გამოძიება. აი კონკრეტულად ერთადერთი დღეს რაც ჩვენთვის არის ცნობილი, რომ ჩვენ გადმოგვეცა ბრალდების დადგენილება, ჩვენ არ გადმოგცემია მტკიცებულებათა ნუსხა, რომელიც ჩვენ გადმოგვეცემა ხვალ. იქ არის მითითებული სხვადასხვა გამოკითხვის ოქმები, რაღაც ექსპერტიზები, რაღაც კრებსები, არ ვიცით რა არის გადმოგცემა. არ ვიცით საერთოდ, არც ვიცით საერთოდ და ეს შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ მსგავსი არც მამუკა ხაზარაძის მიმართ, არც ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბუნებაში ვერ იარსებებს რამე მტკიცებულება კანონსაწინააღმდეგო მათი მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ეს ბუნებაში ვერ იარსებებს. საგარეოდან იყო გამოთხოვილი. არ ვიცი. ეს რა შეიძლება იყოს? არ ვიცი რა მოუვიდათ თავში.